შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ვაკეში. ნაწილი პირველი. საქართველოს მთავრობა აღფრთოვანებულია სურვილით იმუშაოს ინგლისთან შეხმატკბილებულად. დოკუმენტებიდან 26 მაისიც გათენდა საქართველოს რესპუბლიკად გამოცხადების წლისთავი. ყოფილი სასულიერო სემინარიის ახლოს ვაკეში ხალხმა და ჯარმა დილიდანვე იწყო დენა. მთავრობა ცდილობდა ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის ელჩებისათვის და მათი ჯარების სარდლობისათვის სახალხო ზეიმი და სამხედრო ძლიერება ეჩვენებინა, რათა უცხოელი ელჩები და გათავხედებული გენერლები დაერწმუნებინა, რომ საქართველო ანგარიშ გასაწევი სახელმწიფოა და არა უსუსური და უილაჯო პატარა ქვეყანა. მაგრამ ამ დღეს საკვირველი და ყოველგვარ წესრიგს მოკლებული ზეიმი გამოვიდა. დილით ჯარის აღლუმი არ ყოფილა, მხოლოდ დამფუძნებელ კრებაში შესდგა ხანმოკლე საზეიმო სხდომა, სადაც ჟორდანიამ დიპლომატიური კორპუსისათვის მიჩნეულ ლოჟებში მსხდომი უცხოელი ქვეყნების ელჩები და გენერლების გულის მოსაგებად საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სიტყვა წარმოთქვა. ერთადერთი მშვენება ამ დღისა სატანვარჯიშო საზოგადოების შევარდენის გამოსვლა იყო. კორნელი შევარდენში დილით ადრე მივიდა. მოვარჯიშენი რკინიგზის სადგურის ახლოს სასპორტო შენობის ეზოში შეგროვილიყვნენ. ახოვანმა, მაღალმა, შავგვრემანმა და ლამაზმა ვაჟკაცმა შევარდენის მშვენებამ დოცენტმა გიორგი ნიკოლაძემ გაუღიმა. თეთრი კბილების რკალი გამოაჩინა და ბოხი ხმით ჩააგუგუნა. ძილის გუდა ყოფილხარ, ჩემო ძმაო. კორნელიმ ხელი ჩამოართვა, გაოცებით შეხედა, თითქო პირველად ხედავსო. ომში მოკლული ასკერი მოაგონდა. გიორგი რუსეთიდან ჩამოსული პუტილოვის ქარხნის ინჟინერი იყო. ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ჩერნიშევსკის მეგობრის, ნიკო ნიკოლაძის შვილი, დიდად განათლებული, ზნეობით სავსე და უმწიკლო ადამიანი. მოვარჯიშენი კორნელის გარშე მოერტყნენ. ყველანი ჩეხი სპორტსმენების მსგავსად ლამაზ სტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი. მესტებივით მსუბუქი და ფეხზე მოჭერილი წუღები, თეთრი მაიკები და ლურჯი შარულები ეცვათ, რომელთა სათავეები შავ-წითელი ზოლებით და თეთრ ზოლებიან სარტყელს წარმოადგენდნენ. ჭაბუკებს თავზე შევარდნის ფრთით შემკული თუშური ქუდები ეხურათ. ქალებიც ამგვარად იყვნენ გამოწყობილნი, ხოლო გრძელი შარულის ნაცვლად მოკლე ბანდურა შარულები ეცვათ. კორნელის მაშინვე მოაგონდა კარისმერეთში ასეთნაირად გაწყობილ ნინოს, რომ ავარჯიშებდა ორძელზე და იონამ დასცინა. მაგრამ ქალებში ნინოს ზებნა არ დაუწყია. ნინო შევარდენში რომ არ დადიოდა და უქეიფოთ იყო, კარგად იცოდა. ისიც იცოდა თუ რისთვის იყო უქეიფოთ. საშინლად წუხდა ნინოსგან წერილის პასუხს და მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა. თუმცა წერილზე პასუხს რომ მიიღებდა და შეხვდებოდა, ამაში რატომღაც დარწმუნებული იყო. შევარდნის უფროსმა ბრინჯაოს ქანდაკების მსგავსად ტანამართულმა და კუნთმაგარმა შვახნის კაცმა გურგენმა გამყინვარე ხმით დაიძახა. დადექით! იგი გამოჩენილი ჩეხი სპორტსმენების ღირსეული მოწაფე,
პრაღაში შევარდენთა მსოფლიო შეჯიბრების მონაწილე იყო, სადაც პირველი ხარისხის ჯილდო მიაკუთვნეს. ეს ცისფერ თვალება და ქერა კაცი ჩეხურ კილოზე ლაპარაკობდა. ჩეხური სატანვარჯიშო საზოგადოების შევარდენის ტრადიციები ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი და თბილისელი თავისი ბარტყები ჩინებულად ჰყავდა გაწრთვნილი და დაფრენილი. 7 წელი იყო, რაც კორნელი მისი უშუალო ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. ახლა კორნელი წვრთნელთა ჯგუფში იყო. მალე ვარჯიშობის მასწავლებელი გახდებოდა და მერმე კი თვითონვე დაზრდიდა და დააფრენდა შევარდენის ბარტყებს. წვრთნელთა ჯგუფი 24 კაცისაგან შედგებოდა, ხოლო საზოგადოებას 1000-მდე წევრი ჰყავდა. 15 წლიდან 40 წლამდე. თვითონ 40 წლის კაცი იქნებოდა. შევარდენის მოვარჯიშეთა შორის ძმური განწყობილება სუფევდა და ერთმანეთს ძმებს უწოდებდნენ. ავკაცობა და უზნეობა, შუღლი და თაღლითობა იზრახებოდა და არ შეიძლებოდა მათ შორის ყოფილიყო. შევარდენი კეთილშობილებას, ძმობას, ვაჟკაცობას, ამტანობას და მხნეობას უნერგავდა და უვითარებდა ადამიანს, ხოლო ეს თვისებანი ყველაზე უფრო ჭარბად თვითონ გურგენში ცნაურდებოდნენ. გურგენთან ერთად გამგეობაში სხვა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ, რომელთაც ჩეხურის ნაცვლად ქართული ტერმინოლოგია შეიმუშავეს. ჯგუფურად დაყოფილი მოვარჯიშენი წკრივში ჩადგნენ. ყველაზე წინ ახოვანი ვაჟკაცები დაირაზმნენ: გიორგი ნიკოლაძე, დათა ჯავრიშვილი, გაიოს ბერელაშვილი, მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარანდია, სანდრო ხოტივარი, კორნელი და სხვები. ეს მწვრთნელთა ჯგუფი იყო. მერმე ჩვეულებრივი მოვარჯიშენი და ბოლოს ქალები იდგნენ. ორკესტრმა მარში დაუკრა და სპორტსმენები ქუჩაში გამოვიდნენ. მზიანი და ნათელი დღე იყო, ცა მოწმენდილი, სუფთა და მუქლურჯი. დილით გრილოდა, მაგრამ მერმე მზემ დააჭირა და მოვარჯიშეებს შიშველი მკერდი, ზურგი და მკლავები დაუწვა. რუსთაველის პროსპექტზე ქვეითი ჯარი, ცხენოსანი ლეგიონი და მერმე არტილერია შეეყარათ. ხალიჩებით, ყვავილებითა და დროშებით მორთულ აივნებზე გამოსული მოქალაქენი ჯარსა და სპორტსმენებს გასცქეროდნენ. უნივერსიტეტამდე დაუსვენებლი მივიდნენ მოვარჯიშენი, აქ კი ეზოში წყალს მისცვივდნენ, შესვეს, სახეზე შეისხეს, ჭადრების ჩრდილქვეშ წამოწნენ და დაისვენეს. მზით დამწვარ და გატრუსულ სახეზე ოფლი ჩამოსდიოდათ და ცხვირსახოცით იწმენდნენ. ბოლოს გურგენმა ისევ დაიძახა: დადექით! სპორტსმენების წინ ისევ წვრთნელები დადგნენ და მერმე ყველანი სტადიონისაკენ გაემართნენ. სტადიონისაკენ სხვა ხალხი მიედინებოდა, ზოგი ფეხით, ზოგი ორთვალით და ზოგიც კიდევ ეტლით, საბარგო და მსუბუქი მანქანებით. სასულიერო სემინარიის ახლოს მარცხნივ მთის ძირში გაშლილ ველზე უამრავი ხალხი და ჯარი შეგროვილიყო. სტადიონის ირგვლივ თოკი იყო გაბმული და მილიციელები და სახალხო გვარდიელები წესრიგს იცავდნენ. ამფითეატრივით დაქანებულ მთის კალთებზე ჯარი და ხალხი იდგა და ზოგიც პირდაპირ მიწაზე დამჯდარიყო. გზის პირას მთავრობისა და უცხოელი სტუმრებისათვის პრეზენტის დიდი ფარდულები, კარვები დაედგათ. იქვე ტოტებითა და ხალიჩებით სახელდახელოდ გადახურულ და მოჩირაღდნებულ ფანჩატურებში ფულის მოგების მოყვარული მედუქნენი და მეწვრილმანენი წყალს, ნაყინს, ლუდს, ხილსა და საჭმელს ყიდდნენ. შევარდენელებმა გზიდან გადაუხვიეს. სტადიონის სავარჯიშო მოედანზე გავიდნენ და იქ ერთ კუთხეში დაბანაკდნენ. მათთან მეგობრები და ნაცნობები მივიდნენ. პეტრე ცხომელიძე, კერძზე დაკიდებული დაჭრილი ხელით, გიგა ხუციშვილი, მიხა მაჭავარიანი, სავარჯიშო იარაღები, გურზები, შურდულები, კიბეები, რგოლები, ხარიხები, ტაიჭები, ღერძები და ორძელები
უკვე მოეტანათ და ისინი შევარდენის ხელმძღვანელებმა გურგენმა, გიორგიმ და დათამ დაათვალიერეს. სტადიონისაკენ მიმავალ გზაზე უცხოდ ჩაცმული მხედრები გამოჩნდნენ. ისინი ჩაქურებში იყვნენ გამოწყობილნი, სირმიანი შავი ხავერდის ქურთუკები, ბანდულა შარვლები ეცვათ. წელზე ბროწეულის ყვავილისფერი აბრეშუმის შარფები მოეხვიათ და მისი ფოჩიანი ბოლოები გვერდზე მარყუჟად გაენასკვათ. თავები წითელი ჩაბალახებით წაეკრათ. მოწინავე რაზმის მერმე ჯიშიანი ცხენებით შეგმული, ღია და ფართო ეტლი, ქართველი მრეწველის, ხოშტარიასეული ლანდო გამოჩნდა. შიგ ფრაქში გამოწყობილი ცილინდროსანი პირები ისხდნენ და კორნელის მსახიობები ეგონათ. ლანდოს უკან მანქანები მოდიოდნენ. მანქანებში საზეიმო ტანისამოსში გამოწყობილი უცხო სახელმწიფოთა ელჩები, გენერლები და სამხედრო პირები ისხდნენ. ლანდოს და მანქანებს წინ და უკან კოხტა ცხენებზე მჯდარნი, ჩაქურიანი მხედრები მოსდებდნენ და კორნელი მალე დარწმუნდა, რომ ლანდოში მჯდარი ცილინდროსანი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი იყვნენ. უცნაური კორტეჯი სტადიონს მიუახლოვდა. ჯარი სააღლუმო წესისამებრ დადგა და ორკესტრმა მარში დაუკრა. მთავრობის წევრები და უცხოელი სტუმრები ლანდოდან და მანქანებიდან ჩამოვიდნენ და კარვების წინ გაჩერდნენ. ტრიბუნის ერთ მხარეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მისი მინისტრები და სხვა თანამდებობის პირნი და მოღვაწენი იდგნენ. ბოლოს კი ქართველი ჯარების სარდალი გენერალი კვინიტაძე, ოდიშელიძე, გაბაშვილი, მაზნიაშვილი, სუმბათაშვილი, მეორე მხარეს უცხო სახელმწიფოთა ელჩები ასულიყვნენ. ყველაზე წინ ბრიტანეთის ელჩი ოლივერ უილდროპი იდგა, მერმე საფრანგეთისა და იტალიისა. ამათ გვერდით დადგნენ ინგლისელი ჯარების სარდალი ამიერკავკასიასა და საქართველოში გენერალი კორი, უოკერი, ბიჩი, პოლკოვნიკი სანდერსი, ბელე, კაპიტანი ხენტი, თარჯიმანი მელიქოვი, მაჭავარიანი, ინგლისელი გენერლების ადიუტანტები, მრჩეველნი და მახლობელნი. სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე ჯუღელი და ზოგიერთი ქართველი გენერალი ამჟამად ფრონტზე იყვნენ, ზოგი ახალციხისა და ზოგიც კი სოჭისა. ჟორდანიამ ხრები აიჩეჩა, უცხო ქვეყნის ელჩებს, ინგლისელ გენერლებს განცვიფრებული თვალებით მიაშტერდა, ფეხები დააბაკუნა და თავი ჩაჰკიდა. მენშევიკების ჭაღარა ბელადი შესამჩნევად ღელავდა, რაღაც უხერხულობას გრძნობდა, თითქო მოედანზე თავად შეყრილი ხალხის რცხვენია და თვალს ვერ უსწორებსო. ევროპელ მინისტრისათვის მიჩნეული ეს წოწოლიკა და უცნაური ქუდი ცილინდრი საჩქაროდ მოიხადა. ხალხი და ჯარი განცვიფრებით მისჩერებოდა ცილინდროსან მინისტრებს და საზეიმო მუნდირებში გამოწყობილ ინგლისელ გენერლებს. ინგლისელი ელჩი და ოფიცრები ჩრდილოეთის ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ. ცივი, აუღელვებელნი, ანგარიშიანი და თავდაჭერილნი. მათი ყურადღება უმთავრესად ქართულ ჯარს მიეპყრო. დინჯად, ქანდაკებასავით უძრავნი, ზაფრად გამოკვეთილი სახით დასქეროდნენ ჯარს. ქართველი ოფიცრების და ჯარისკაცების ნაკლსა და ღირსებას აკვირდებოდნენ. ამოწმებდნენ და სწონიდნენ. მათ აღმოსავლეთის და აზიის მრავალი ქვეყანა ჰქონდათ მოვლილი. ახლა სირია მესოპოტამიიდან ირანი გადმოლახეს. ამიერკავკასიას მოადგნენ და აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში თავისი ჯარებით ჩამობრძანდნენ.
მათი მიზანი იყო ამიერკავკასია, ირანი და ავღანისტანი. ინდოეთისაკენ მიმავალი ეს გზა გერმანელებს, თურქებს ან ბოლშევიკებს ხელში არ ჩავარდნოდათ. მართლაც მაშინდელი ინგლისის დიპლომატია იქეთკენ იყო მიმართული, რომ ირანი და თურქესტანი გაეერთიანებინა და მერმე მთელი ცენტრალური აზია და ავღანისტანი ხელთეგდო. ასეთი მისია ჰქონდათ ინგლისის ჯარების სარდალს, ჯერ გენერალ ტომპსონს, მერმე კი გენერალ კორს. კორი ბრაზობდა, რომ ამ მისიის შესრულებას აგვიანებდა და საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებით და ლაყბობით ძვირფას დროს ჰკარგავდა. ამიტომ იყო ბანკეტზე, რაუტებზე და ზეიმებზე, რომ იშვიათად ცხადდებოდა. ახლა კი ისე დინჯად, მოკუმული ბაგეებით და კუშტის სახით გასცქეროდა ქართულ ჯარსა და მოედანზე შეყრილ ხალხს. ჟორდანია და მისი მინისტრები კი სამხრეთელნი იყვნენ. აჩქარებულნი, თავდაუჭერელნი და უანგარიშონი. მინისტრები ვერ ისვენებდნენ და ერთმანეთს ყურში რაღაცას უჩურჩულებდნენ. თითქო ქართველთათვის უჩვეულო ქუდებით, ცილინდრებით გამოჩენის არ ცხვენოდათ. ახლა კი ვეღარ დამალა ხალხმა თავისი გაკვირვება და აქა-იქ მოქალაქეთა შორის სიცილიც კი გაისმა. ერთი შეხედე რასა გვანან. დაიძახა კორნელის ზურგს უკან ვიღაცამ მიამიტათ, მეორე მიუგო. სად არის მკვდარი კატა, რომ ამ ცილინდრებში ვდრუზო? ორივემ გადაიხარხარა. თითქოს ეს იყო ნიშანიო, სიცილი ხალხსაც გადაედო, განსაკუთრებით კი ყმაწვილებსა და ჭაბუკებს. ზოგმა მათგანმა პირში თითები ჩაიყო და დაუსტვინა. რას გავს ეს ამხანაგებო? ბაზარში ხომ არ გონიათ თქვენი თავი? დატუქსეს ხალხი სახალხო გვარდიელებმა. მილიციელები ავარულად მოსტვენალ ყმაწვილებს გამოუდგნენ. ჟორდანიამ ხარხარი და სტვენა გაიგონა, მობრუნდა, მინისტრებს შეხედა და მაშინვე მიხვდა, რომ ხალხი მას და მისი მინისტრების ცილინდრს დასცინოდა. მხრები ისევ აიჩეჩა, ფეხები დააბაკუნა, დარცხვენი ჩაჰკიდა თავი და გაიფიქრა. ღმერთმა დასწყევლოს ესტატე მაყაშვილი და ძმანი მათნი. ეს ისინი ჩაგვაცივდნენ, ცილინდრები და ფრაკები ჩაიცვით, ევროპელი ტანის ამოსის, თავდაჭერას და ცერემონიებს დიდად აფასებენო. თითქოს არ ვიცოდე ეგ ამბავი. მადლობა ღმერთს, ევროპასა და ინგლისში მიცხოვრია, მაგრამ მე პირადად მას ვერ ვეთვისები. ჟორდანიამ უცხოელ სტუმრებს თვალი შეასწრო. ხომ არ დაგვრცინიანო, მაგრამ ინგლისელი გენერლები ისევე დინჯად, კუშტის სახეებით იდგნენ, ორკესტრს უსმენდნენ და ეტყობოდათ, ქართველი მინისტრების ფრაკები და ცილინდრები მათ არ გაჰკვირვებიათ და არც ტვენა ხარხარისათვის მიუქცევიათ ყურადღება. გონი გადავრჩით, ბიჭებო, ინგლისელები ჩვენი მინისტრების პროვინციულ იერს, მათ სასაცილო ჩაცმულობას და ცილინდრებს ყურადღებას არ აქცევენ. არ უკვირთ და არ დასცინიან. სერიოზულად წარმოთქვა მინისტრების მაგიერ დარცხვენილმა, გაწითლებულმა, ფრანტობის მოყვარულმა სანდრომ. გაბმულ თოგზე მიწოლილმა გიგა ხუციშვილმა მიუგო. აი შენ კი მამიკვდი. რად უნდა გაუკვირდეთ ან დასცინონ, განამაც სამშობლოში ომის დროს და ახლაც. მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტაციისა და დემოკრატიულ ძალთა კავშირის გათიშვის მიზნით წვრილ ბურჟუაზიული და დაბალი წრიდან გამოსული ასეთი მინისტრები არ მომრავლდნენ, გუშინ ისინი თავისი უბრალო წარმოშობით იკვეხნიდნენ, დღეს კი ფრაკებში და ცილინდრებში გამოპრანჭულნი მეფის ლაქიების როლში გამოდიან. მაგალითად, ჰკითხა სანდრო ხოტივარმა, მაგალითად, რამზეი მაკდონალდი.
განა ის ლორდი არ არის? არაფერიც არ გწოდნია. შენ კი საიდან იცი ყველაფერი? იკითხე წიგნები, ჟურნალ გაზეთები და შენს გეცოდინება. მიუგო გიგამ და დაიწყო. მუშათა პარტიის ყოფილი ბელადი მაკდონალდი ოდესღაც ღარიბი პროვინციული მოხელე იყო. იგი ირლანდიის მეთევზეთა ახალშენიდან ლონდონში ბედის საძიებლად ჩამოვიდა. ახლა ლეიბორისტ მინისტრ გენდერსონთან ერთად შველის ინგლისის მთავრობას რუსეთში რევოლუციური ხანძრის ჩასაქრობად. ავიღოთ აგრეთვე მინისტრი ჯეიმს ტომასი. ჩაერია საუბარში მიტო ჩიკვაიძე. ტომასი რკინიგზის ზეინკლის შვილია. წარსულში თვითონვე ცეცხლ ფარეში გახლდათ. ამაოდ კი არ უწოდებენ მას ოხუნჯობით ორთქმავლების გენერალს. ახლა კი იგი ლორდს ბერნგჰემს მეგობრობს და მთავარი პოლიციელის როლს ასრულებს გაფიცვების წინააღმდეგ ბრძოლაში. შენ თვითონ ზეინკლის შვილი არა ხარ და ალბათ იმიტომაც შეისწავლე ასე ზედმიწევნით ტომასის ბიოგრაფია, გაიცინა სანდრომ. მიტო ზურგს უკან ქურდივით განაბული კაცის სმენად იქცა. ტრიბუნისაკენ დაიწყო ცქერა თითქოს მიტოს ყურს არ უგდებსო. ნამდვილად კი ლეღვის ფოთოლისოდენა ყურები დაეცქვიტა და ცდილობდა არც ერთი სიტყვა არ გამოპარვოდა. დიახ, ისიც რომლის შესახებ მიტო ამბობს არტურ გენდერსონის ყოფილი მუშაა, შენიშნა გიორგი ნიკოლაძემ. ახლა კი მუშების დაუძინებელი მტერია. დაამთავრა მიტო ჩიკვაიძემ და მის ზურგს უკან ატუზულ გამხდარ კაცს უეცრად მოხედა. ჯაშუშს მკვდრისფერი დაედო. თვალები დაახამხამა და ისევ ტრიბუნას გახედა. ჩვენ დაგვავიწყდა კიდევ ფინანსთა მინისტრი ფილიპ სნოუდენი, განაგრძო მიტომ. ყოფილი უბრალო მოხელე, ამჟამად კი დამოუკიდებელი მუშათა პარტიის ლიდერი. მიტოს ზურგს უკან ატუზული ჯუჯა გამხდარი კაცი ფეხის წვერებზე შედგა, თავი გველის წიწილივით წაიგრძელა, გაასავსავა, რომ მიტოს ნათქვამი უკეთ მოესმინა. ინგლისელ გენერლებს სრულიად არ აინტერესებთ ჩვენი მინისტრების ჩაცმულობა, გარეგნობა და თავდაჭერა. ინგლისელებს სურთ იცოდნენ, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ ბრიტანეთისათვის. ამ გენერლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი ყალიბის და ჯურის მინისტრებს შეუძლიათ დიდი სამსახური გაუწიონ ბრიტანეთის იმპერიას. იქ ინგლისში ამ გენერლების სამშობლოში მუშათა კლასისადმი ღალატის პოლიტიკა მაკდონალდი, ტომასი, ჰენდერსონი, სნოუდენი და სხვანი ბრიტანეთის იმპერიალიზმის დაუცხრომელ დამცველებად აქცია. ყველა ისინი ინგლისის მთავრობის ინტრიგებისა და მაქინაციების ერთგული მატარებელნი არიან. სოფლიოში რევოლუციური ტალღის აღმავლობა თუ დაეცა, მათ მაშინვე თავიდან მოიშორებენ. მიტომ უეცრად მოხედა მის ზურგს უკან ატუზულ კაცს და თვალებით გააპო. როცა ჯაშუში ხალხში გაიპარა და მიიმალა, მიტო ჩიკვაიძემ თავისი სიტყვა ასე დაამთავრა. შემარიგებლობას და მუშათა კლასის გამცემლობას თავისი კანონი გააჩნია. ამ კანონებმა ქართული მენშევიზმის მესვეურნიც ქართველი ვაჭრებისა და თავადების მსახურებად გახადა და თავზე ევროპული ბურჟუაზიის ცილინდრები დაახურა. მაგრამ ინგლისელ გენერლებს როგორც ხედავთ, ეს არ უკვირთ. ახლო-მახლო მდგომი ხალხი და მეგობრები სულგანაბული უსმენდნენ მიტოს. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარემ კარლო ჩხეიძემ ხელი ასწია და როცა ორკესტრი გაჩუმდა, საზეიმო მიტინგი გახსნა, ხალხს მიესალმა და სიტყვა მთავრობის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს ნოე ჟორდანიას მისცა.
ჟორდანიამ ცილინდრი ტრიბუნაზე დასდო. მხრები აიჩეჩა, თეთრ წვერზე ხელი გადაისვა და დაიწყო. მოქალაქენო, მოგილოცავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლისთავს. ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის თანხმობისა და ერთსულოვნების წყალობით გადაურჩა ბოლშევიკურ საფრთხეს და ანარქიას. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ღირსეული პასუხი გავეცით და მოვიგერიეთ საქართველოს და ამიერკავკასიის დემოკრატიის მტრები, უპირველეს ყოვლისა თურქების ურდოები, მერმე დაშნაკური სომხეთის ჯარების მუხანათური თავდასხმა, ბოლოს მოხალისეთა ლაშქრის შემოტევა. რატომღაც აქ მოტეხა ენა ჟორდანიამ. ინგლისელმა ელჩმა და გენერლებმა სახე შეიჭმუხნეს, რადგან ინგლისის ინტერესს სრულიად არ შეადგენდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ცალკე რესპუბლიკების დაარსება. არამედ ამიერკავკასიის ერთმთლიან მარიონეტულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ინგლისის პროტექტორატის ქვეშ, რომ ამიერკავკასიის ფედერაციას რუსეთისათვის ინდოეთისაკენ და ახლო აღმოსავლეთისაკენ გზა გადაეღობა. არც დენიკინის ლაშქარის დამარცხება სურდა ინგლისს, რადგან ბოლშევიკების წინააღმდეგ წამოწყებულ ჯვაროსნულ ომში დენიკინის ლაშქარს გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ ყოველივე ეს ბევრმა არ იცოდა და ასე ეგონა, ინგლისელებმა სახე იმიტომ შეიჭმუხნეს, რომ ჟორდანიას ენა ბლაგვობამ შეაწუხათო. ბოლოს ჩვენ მოვიგერიეთ და დავამარცხეთ, განაგრძო ჟორდანიამ. არდაგანიდან ახალციხით ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი თურქ-თათრების ურდოები. უცხოელი სტუმრების გულმოსაგებად ჟორდანიამ ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია შეაქო. ინგლისის პარლამენტი, საფრანგეთის რევოლუცია, იტალიელი ჰარიბალდი ახსენა და დასძინა. მე ბედნიერი ვარ გაცნობოთ თქვენ, რომ ამიერიდან საქართველო მარტო არ არის. ამიერიდან მთელი ევროპის დემოკრატია ჩვენს მხარეზეა და ეჭვს გარეშეა, რომ საქართველოს თავისი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში მთელი ევროპის დემოკრატია დაეხმარება. განსაკუთრებით ინგლისს ჩააცივდა ჟორდანია. უპირველეს ყოვლისა დიდი ბრიტანეთის ხალხი დაეხმარება საქართველოს. ინგლისი ეს აკვანი დემოკრატიისა და ყოველივე იმისა, რითაც თავი მოაქვს განათლებულ კაცობრიობას. ინგლისი ახალი ცხოვრების მოციქული, ცივილიზაციის მეთაური და მებაირახტრია. აქაც ენა წაიტეხა ჟორდანიამ, ინგლისელებს კი სახე გაუბრწყინდათ. ორკესტრმა ქართული ჰიმნის მერმე ინგლისური ეროვნული ჰიმნი დაუკრა. ახლა ინგლისელი გენერლები სამხედრო წესისამებრ გასწორდნენ და გაქვალდნენ. ხელით სალამი აიღეს. თებსა და შორეულ ჰორიზონტს ბრისხანეთ გახედეს, თითქოს რეიდზე გამოსულ ზარბაზნებით დახუნძლულ სამხედრო გემებს, დრედნოუტებს სჭრეტდნენო. როდესაც ჰიმნი დასრულდა, ინგლისის ელჩმა ბატონმა ოლივერ უორდროპმა და სარდალმა კორმა გაიღიმეს. თეთრი ხელთათმანები გაიძრეს, ჟორდანიასთან მივიდნენ, ხელი მაგრად ჩამოართვეს და მადლობა გადაუხადეს. სიტყვებისა და მისალმების მერმე შევარდენის გამოსვლა და ფეხბურთი იყო დაწყებული. მანამდე კი შესვენება გამოაცხადეს. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, ჯგუფ-ჯგუფად მდგარნი დავობდნენ. მათ ჯარისკაცები აყვნენ. როდესაც ინგლისის ელჩი უორდროპი, გენერალი კორი და საქართველოს პრეზიდენტი ჟორდანია ღიმილით ერთმანეთს მიესალმნენ, ერთმა შვახნის მუშამ წყენით ჩაილაპარაკა.
შეხედე ჟორდანია რა დღეშია. კორნელი გაჭიმულ თოგზე გადახტა და აქვე მდგარ გიგა ხუციშვილთან, მიტო ჩიკვაიძესთან და კუკური ზარანდიასთან მივიდა. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვზეიმობთ რაღა. დაეთანხმა მიტო მუშას. მიტოს ნათქვამი ჯარისკაცს მოეწონა. კეფა მოიფხანა და წყენით უთხრა: რა ზეიმია? იგი გამხდარი, თვალებ ჩაღამებული, ჩია კაცი იყო. ციხიდან ახლად გამოსულსა ჰგავდა. გვარდიელმა დატოქსა. თვალიც დაგიდგეს თუ არ მოგწონს. ვისთვის ზეიმია და ვისთვისაც კიდევ სატირალი. შენიშნა ჯარისკაცმა. გვარდიელმა ამრეზით შეხედა და დამცინავი ღიმილით ჰკითხა: რა გატირებ შემაიმუნო? ჯარისკაცი აენთო და აღარ დაერიდა. ჩვენი ლეგიონი გუშინ ჩამოვიდა ფრონტიდან. შენ კი ზურგის ვირთა გვავ, მაიმუნს გვიწოდებ? ღიბს არ ახედავ, რომ დაგდებია და კანში ვეღარ ეტევი, პირშავო, სარკე მაინც არა გაქვს, შიგრომ ჩაიხედო. კორნელი და მისი მეგობრები ჯარისკაცს მიემხრნენ. მაიმუნი ის არის, ვინც ზურგში რჩება, ვითომ და წესრიგს იცავს, სუქდება და გვარდიაში ყოფნით იკვეხნის. შენიშნა კორნელიმ გვარდიელს. ეს რომ მუშა იყოს, შეგნებული მოქალაქე და არა ბნელეთის მოციქული ყრუგლეხი, მაშინ ესეც სახალხო გვარდიაში იქნებოდა. განუმარტა გვარდიელმა კორნელის. გვარდიაში თორემ მე ვიცი, საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ჩვენზე უკეთ იცავთ, დასცინა ჯარისკაცმა. მას ვინ იცავს? იქნებ ბოლშევიკები და მათი არმია, რეაქციის მოციქული ყრუგლეხობა. დაიჩემა გლეხობის გაკილვა გვარდიელმა. ვნახე მე, როგორ იცავდით თქვენ შეგნებული სახალხო გვარდიელები ხალხის ინტერესებს კარისმერეთში. ჩაურთო კორნელიმ. თქვენი პოლიტიკისა და ბრძოლის შედეგი აი ეს არის, რაც დღეს აქ ხდება. მიეშველა კორნელის ის მუშა, რომელმაც განაცხადა: შეხედეთ ჟორდანია რა დღეში არისო. ამხანაგო დემაგოგიას თავი გაანებე. დარდი ნუ გაქვს, ბოლშევიკებს ჩვენს კარგად ვიცნობთ. მიუგო გვარდიელმა. შეკაიკაცო, დაიწყო მიტომ. ჟორდანია 60 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურული ავტონომიის წინააღმდეგაც კი ილაშქრებდა. ახლა ისტორიულ და ეთნოგრაფიულ პრინციპს იცავს იმისათვის, რომ დაამტკიცოს. რუსეთი თავისი ისტორიული გზით მიდის, საქართველო კიდევ თავისი საკუთარითო. განა საქართველოს გზაა ეს? გუშინ გერმანელებთან და თურქებთან, დღეს ინგლისელებთან და დენიკინელებთან ერთად ვართ. ხვალ ეშმაკმა იცის ვისთან. სად და როგორ დამთავრდება ეს თქვენი დამოუკიდებელი ისტორიული გზა? ამბობენ, რომის პაპს თხოვს შველასო. ბრმა ყოფილხარ ბიძია? ვერ ხედავ ახლა რუსეთში რა ანარქია და რეაქცია მძვინვარებს. ასეთ რუსეთთან რა საერთო უნდა ჰქონდეს ნამდვილ სოციალისტს და დემოკრატს? განრისხდა სახალხო გვარდიელი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოთ, რომ ბოლშევიზმი რევოლუცია არის და არა ანარქია. ვითომ ბოლშევიკებზე უკეთესი სოციალისტები და დემოკრატები თქვენ აბრძანდებით. საქმე ის არის, რომ თქვენ მენშევიკები ბურჟუაზიულ დემოკრატიას უჭერთ მხარს, ბოლშევიკები კი პროლეტარულს. შენიშნა მუშამ. მიტომ დასკვნა გამოიტანა. რა გასაკვირია ამის შემდეგ ჟორდანია დღეს თუ იმპერიალისტური ქვეყნების გენერლების გვერდით დგას. წედით დაიკარგეთ აქედან, თორემ აქვე დაგაპატიმრებთ. იყვირა სახალხო გვარდიელმა მუშას და მიტოს თვალები დაუბრიალა.
იგი მენშევიკი იყო, პარტიული, ჟორდანიას თაყვანისმცემელი, რომელსაც თავისი ბელადის ყოველი მოსაზრება და შეხედულება ურყევდებულებად, ზეშთაგონებულ ჭეშმარიტებად მიაჩნდა და უკრიტიკოდ იღებდა. ჟორდანია კი ისეთ მოსაზრებას და შეხედულებას თუ ის მენშევიკური არ იყო და პირადად მას არ ეკუთვნოდა, ვერ ითმენდა. პარტიის ყოველ წევრს ისე უნდა ეფიქრა, ეაზროვნა და ელაპარაკნა, როგორც მას, ვინც ამ რეჟიმს არ დაემორჩილებოდა, ჟორდანია თავის ავტორიტეტს მიმართავდა, ამ ხანაგებში ნდობას დააკარგვინებდა, ენამწარედ გააკრიტიკებდა, გააშავებდა და პარტიიდან გააძევებდა. ამ ნიადაგზე ჟორდანიას გარშემო მლიქვნელი, თვალთმაქცი, მედროვენი და მუქთაღორები მომრავლდნენ. მან თავისი ფავორიტები გაიჩინა და პარტიაში კამარილია გამეფთა. მენშევიკური პარტიის ყველა უარყოფითი თვისებებით შეპყრობილმა სახალხო გვარდიელმა ჟორდანიას დებულებათა საწინააღმდეგო მოსაზრებანი რომ გაიგონა, საშინლად აღშფოთდა. ვერ აიტანა და იმ მოსაზრებათა ავტორების დაპატიმრება განიზრახა, მაგრამ მუშას და მიტოს ჯარისკაცები გამოესარჩლნენ. შეიქმნა მიწევ-მოწევა, ჩხუბი და ალიაქოთი. ამ დროს ცხენზე მჯდარმა პოლკოვნიკმა ჯიბო მაყაშვილმა თავის ლეგიონს ჩაუარა და მოჩხუბარ ხალხში ჩარეული ჯარისკაცები რომ დაინახა, იქეთკენ წავიდა. ცხენი შეაყენა და ჯარისკაცებს უყვირა. რა ამბავში ხართ? წკრივიდან რად გამოსულ ხართ? წადით დადექით, ლეიტენანტო, დასაჯეთ ესენი. რას გვემართლებით? შეუტიეს ჯარისკაცებმა. პოლკოვნიკმა ერთ ჯარისკაცთან ცხენი უხეიროდ მიაგდო და დატუქსა. ხმა ჩაიწყვიტე. აღელვებულმა ჯარისკაცმა ცხენს აღვირში ხელი წაავლო და ლეგიონის უფროს უხეშად უთხრა. გაიარე, ხელი გაუშვი აღვირს. უყვირა მას პოლკოვნიკმა და მათრახი შემართა. მაშინ ჯარისკაცმა შაშხანა გადმოიღო, მაგრამ მოჭიდავის მსგავსმა ახოვანმა სახალხო გვარდიელმა მოასწრო. მაუზერი დააღირა და ჯარისკაცს დაემუქრა. შაშხანა დააყენე, თორემ ძაღლივით დაგაგდებ. შეპირშაო, აჯანყებას გვიწყობ ამ სახალხო ზეიმის დროს. წორთი ჩაშხანა. სახალხო გვარდიელები მისცვივდნენ, მაგრამ ჯარისკაცი სადღაც გააპარეს. პოლკოვნიკი სახტად დარჩა. ერთმა სახალხო გვარდიელმა მის ცხენს აღვირში ხელი წაავლო. მხედარი ჯარიდან გაიყვანა და უთხრა. ცოტა ხანს მოშორდით აქაურობას, პოლკოვნიკო. პოლკოვნიკმა ცხენი აღმართისაკენ წაიყვანა. ეს შეტაკება და უსიამოვნება ერთ წუთში მოხდა და თავრობას და უცხოელებს იგი არ შეუმჩნევიათ. ერიჰა, ახლა კი უფრო მეტი ფესვები გაუდგამთ ბოლშევიკებს ჯარსა და ხალხში. ნეტა ვიცოდე, მიტო ბოლშევიკია თუ არა. გაიფიქრა სანდრომ და ჰკითხა. ბიჭო, შენ ბოლშევიკი ხარ? ბოლშევიკიც რომ არ ვიყო, ამ უმსგავსოებას მხარს მაინც არ დაუჭერდი. მიუგო მიტომ და ტრიბუნიდან ჩამოსულ და კარავთან მოსაუბრე ჟორდანიას, მის მინისტრებს და ინგლისელ გენერლებს გახედა და დასძინა. ხომ ხედავთ, ჟორდანიამ საქართველო ინგლისელებს მიყიდა. კაცო, ასე რა დაუხირდი ინგლისელებს? შენიშნა კუკური ზარანდია. შეხედე რა სახიერი და კულტურული ხალხია. თეთრ პიჯაკში გამოწყობილმა ქერა და სახეალანძულმა მასწავლებელმა შევარდნელის ტანსაცმელში გამოწყობილ ზარანდიას სანდროს და კორნელის უთხრა. ჭაბუკებო, საქართველო მოწინავე და კულტურული ქვეყანა იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინგლის კულტურაზე არავითარი წარმოდგენა არ გააჩნდა.
წარსულში რაც იყო, შენიშნა კორნელიმ, მას ნუღარ გადავეკიდებით. გახსოვთ ილიას ნათქვამი, მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს. მერმე ფიქრში წასულმა გზის პირას გაშლილ კარვებს და მთის კალთებს ნაღვლიანად გახედა. პოლკოვნიკ ჯიბო მაყაშვილს ცხენი ნაბიჯით მიჰყავდა. შერცხვენილი და იხტიბარ გატეხილი პოლკოვნიკი ბოღმისაგან გულზე გასივებულიყო და ასე ფიქრობდა. იმ თავხეთ ჯარისკაცს თავი ხმლით რადარ წავაგდებინე. წავაგდებინებდი კიდეც, მაგრამ ასეთი სახალხო ზეიმის დროს ეს მარტოკა იმ ჯარისკაცის თავის მოჭრაკი არ იქნებოდა, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისა. სწორედ ამან შემაჩერა, ვინ იყო ნეტა? ალბათ ბოლშევიკი. ვაი სირცხვილო, რა ოფიცერი ვარ მე ახლა ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ. როგორ მივიდე ჩემს ლეგიონში? სწუხდა პოლკოვნიკი. ხალხით გაჭედილ მთის კალთაზე ცხენი შეაყენა და ადიუტანტს თავისი თანაშემწე ახმობინა. ცხენს ყურშივე დააშტერდა, არ მოეწონა. ცხენი რომ ყურებს ათამაშებდა, წინა ფეხებს აბაკუნებდა და ცქმუტავდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ცხენი ერთ ადგილას აღარ გაჩერდებოდა. პოლკოვნიკმა აღვირი მოსწია. დადეკ, დაწყნარდი შენ გლის არჩივო. გაუჯავდა ცხენს პოლკოვნიკი. და ეშმაკებისაკენ მიიწევ ტრიალებს, ერთ ადგილას არ დგება. ვინ შემომაჩეჩა ეს გაუხედნავი ურაცხენი? ეს სამგლე ვერ დავიოკე. ჯარისკაც დაეტაკა, ფეხი დაადგა და ჯარისკაცმა იმიტომ მიყვირა, გაიარეთ, რას გვემართლებითო. რომელი მხედარი მე ვიყავი, ქვეითი ჯარის ოფიცერი ამ ურაცხენზე რომ შევჯექი. ახია ჩემზე. ჯარისკაც ვერ მოერია და ცხენს დაუწყო საყვედური პოლკოვნიკმა. მერმე კორნელი მოაგონდა და ეწყინა. რა უბედურება ის მეტი ჩარა რომ ყველგან ეჩრება. ხალხთან და ჯართან ცხენის მიყვანას ვერ ბედავდა. მამაცი პოლკოვნიკი ყბადაღებულ ცხენს ბრალს დებდა და ასე ეგონა, ამით შერცხვენა შემიმსუბუქდებაო. ბოლოს თანაშემწეც მოვიდა. პოლკოვნიკი ცხენიდან ჩამოხტა. აღვირი ადიუტანტს მიუგდო და თანაშემწეს უთხრა. აქ დამიცადე, მალე დავბრუნდები და სარდლის განკარგულებას შეგატყობინებ. მე ვფიქრობ, ყაზარმაში ჩვენი ლეგიონის წაყვანაზე რომ დამთანხმდებოდეს აჯობებს. რა თქმა უნდა, აკი ვამბობდი, მხოლოდ ნამსახური ჯარისკაცები წავიყვანოთ მეთქი ზეიმზე. ჩვენ კი მთელი ლეგიონი მოვიყვანეთ. ლეგიონში მეტწილად ახალმოსული ჯარისკაცები არიან და ღმერთმა იცის რას გააკეთებენ. მიუგო თანაშემწემ. თავი გამანებე, შენიშნა პოლკოვნიკმა. არც ახალმოსული და არც ის თქვენი ნამსახური ჯარისკაცები ვარგიან. ძველი ჯარისკაცი არ იყო ის გარეწარი, შაშხანით რომ დამემუქრა. ჩაიქნია ხელი პოლკოვნიკმა და კარავისაკენ გასწია. დიდი კარვის უკან ჩრდილში სამხედრო და იუსტიციის მინისტრები, ვექილი ესტატე მაყაშვილი, სენატორი დადვაძე, ქართველი ოფიცრები იდგნენ და საუბრობდნენ. პოლკოვნიკმა კარავიდან თბილისის გარნიზონის უფროსი გენერალი კვინიტაძე გამოიძახა და ჩუმად უთხრა: ბატონო გენერალო, ჩვენს ლეგიონს დილით არაფერი არ უჭამია. ჯარისკაცები დაიქანცნენ, ნება მიბოძეთ, ყაზარმაში წავიყვანო. თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა ჩიატანის შავწვერა გენერალმა კვინიტაძემ გაკვირვებით შეხედა და მიუგო. დედაკაცები და ბალღები არ დაქანცულან და ჯარისკაცებს რა ღმერთი გაუწყრა. ჯარისკაცები რომ უჭმელნი იყვნენ, ამისათვის გენერალს ყურადღებაც არ მიუქცევია. პოლკოვნიკი აღარ დაერიდა და პირდაპირ უთხრა:
ბატონო გენერალო, ჩვენს ლეგიონში ბოლშევიკებიც ყოფილან. ცუდად უჭირავთ თავი. გენერალმა მიიხედ-მოიხედა. პოლკოვნიკი გვერდზე გაიხმო და წყენით უთხრა. შეკაი კაცო, თქვენს ლეგიონში თუ ბოლშევიკები და არასაიმედო ჯარისკაცები იყვნენ, ეს ადრევე უნდა გცოდნოდათ და დაგეტოვებინათ ისინი იქ, ყაზარმაში. თითქო გენერალმა არ იცოდა ჯარში რომ ბოლშევიკები იყვნენ. გენერლის შენიშვნა არ ესიამოვნა პოლკოვნიკს. ბოლშევიკობა შუბლზე ხომ არ აწერიათ ჯარისკაცებსო, გაიფიქრა, მაგრამ მორიდებით მიუგო. ამდენ ხანს წესიერად ეჭირათ თავი. ჟორდანიას სიტყვა რომ მოისმინეს და ინგლისელი გენერლები დაინახეს, გაგიჟდნენ. გვარდიელებს მისცივდნენ და თავრობის გინება დაიწყეს. მეშინია ცუდი რამ არ გააკეთონ. გენერალი გაფითრდა. პოლკოვნიკს ხელი კინაღამ ტუჩზე არ მიაფარა, გაჩუნდიო. თავრობის კარავს თვალი მოავლო, მერმე ცალი წარბი აზიდა და პოლკოვნიკს ჩუმად უბრძანა. უმალვე დააწყვეთ თქვენი ლეგიონის ჯარისკაცები და ყველანი ყაზარმაში წაიყვანეთ. მოაშორეთ აქაურობას. მესმის, მიუგო პოლკოვნიკმა. ჯარისკაცივი ჩეტრიალდა და წავიდა. ესტატე მაყაშვილი გენერალ კვინიტაძესთან მივიდა და ჰკითხა, რა უნდოდა ჩემ ძმას? ლეგიონზე მელაპარაკებოდა. არ იქნება, კაცო, არ იქნება. 1000-ჯერ მithქვამს და ახლაც ვიმეორებ, ბოლშევიკების მოსვენება არ იქნება. ახლა ჯარშიაც შეუგზავნიათ აგენტები. დღეს ისინი აქ არეულობის მოხდენას აპირებდნენ. რას ბრძანებთ? გაოცდა ესტატე. რამიშვილთან არ წამოგწდეთ, შეეხვეწა გენერალი. თავრობისათვის მიჩნეულ კარავში გრძელი სუფრა იყო გაშლილი და ირგვლივ თეთრ კოსტიუმებში გამოწყობილი ჰალსტუკიანი ოფიციანტები ტრიალებდნენ. სუფრაზე ბუტერბროდი, ხიზილალა, ზუთხი და კალმახი ეწყო. ლანგრები, ვაზები, მაღალყელიანი ბროლის ჭიქები, სურები, ვერცხლის დანაჩანგალი და სხვა ძვირფასი ჭურჭელი მეფის ნაცვლის სასახლიდან მოეტანათ. წვანილი, ხილი და ლარნაკებში ჩადგმული თაიგულები სუფრას ალამაზებდნენ და ეშხს ხმატებდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი უცხოელ ელჩებთან, ინგლისელ გენერლებთან მივიდა და ისინი საუზმეზე მიიპატიჟა. სტუმრებს ქართველი გენერლები და მერმე მაღალი წრის ქალები თაიგულებით გახვნენ. ჟორდანია და მისი მინისტრები უკვე კარავში იყვნენ და უცხოელ სტუმრებს ღიმილით მიეგებნენ. ქართველთა სტუმართმოყვარეობა ინგლისელებს, ფრანგებს და იტალიელებს ადრევე ჰქონდათ ნახული და ამიტომ გაშლილი სუფრა და საყინულედან ამოღებული ბროლის გაორთქლილი სურები და შამპანიურის ბოთლები არ გაჰკვირვებიათ. ამდენ ხანს ქალაქ გარეთ მცხუნვარე მზეზე, სუფთა ჰაერზე იდგნენ. მათაც მოშივდათ და მოსყურდათ. პატიჟი არ დასჭირვებიათ. პირდაპირ სუფრას მისცივდნენ, დანაყრდნენ. შამპანიური გადაჰკრეს და უცხო ენაზე ლაპარაკს მოჰყვნენ. გეგეჭკორი ორდენებით მკერდ მოჭედილ, წითურ კაცთან, ინგლისელ სარდალთან კორთან მივიდა და ღიმილით ჰკითხა. ჩვენი რესპუბლიკის მზემ ხომ არ შეგაწუხათ, ბატონო გენერალო? ვიქტორიას ორდენის კავალერმა, გორდონის მთიელთა ბრიგადის გენერალმა არწივივით ბასრი თვალებით გადმოხედა გეგეჭკორს. საგარეო საქმეთა მინისტრის ორაზროვანი შეკითხვა არ მოეწონა და ამაყად მიუგო. როგორც მოგეხსენებათ, ბრიტანეთი მრავალი ქვეყნის მპყრობელია. მათ შორის არის ქვეყნებიც, სადაც გაცილებით უფრო მცხუნვარე მზეა, ვიდრე საქართველოში.
გეგეჭკორმა გაუბედავად ახედა მაღალ ტანათსა და მწითურ გენერალს. ჩემი შეკითხვა ხომ არ ეწყინაო, გაიფიქრა და ოდიშის თავადთა და აზნაურთა ნაშიერი ამაყ ბრიტანელ მხედარს შეედავა. ინდოეთის, აფრიკისა და უდაბნოთა ტროპიკული მზისაგან საქართველოს მთის მზე მაინც დიდად განსხვავდება. ინგლისელებისათვის მთა და ბარი, ზღვა და ხმელეთიც ნაცნობია. ამაყად მიუგო კორმა ცალი ხელით დოინჯი შემოიდგა, ხოლო მეორეთი შამპანიურით სავსე მაღალი ჭიქა აიღო. ნელ-ნელ მოსვა, ცისფერი ბასრი თვალები შეანათა გეგეჭკორს, თითქოს ეუბნებოდა მთელი დედამიწა ერთი მთლიანი სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს ბატონ პატრონი და მბრძანებელი თვითმპყრობელი კუნძული დიდი ბრიტანეთი და ბრიტანეთის მკვიდრნი არიანო. ბატონო გენერალო, ინგლისელები ახლა ეცნობიან ჩვენს ქვეყანას. თქვენ მალე დარწმუნდებით, რომ საქართველო მაინც სხვა ქვეყანაა, რაინდული, კეთილშობილი და სამართლიანი. არ ეშვებოდა კორს გეგეჭკორი. რა შეაცივდა? წყენით გაიფიქრა ჟორდანიამ, მაგრამ კორის მაგივრად ინგლისის ელჩმა უორდროპმა ლმობიერი ღიმილით მიმართა ახლა გეგეჭკორს, რათა ინგლისელი უხეში მხედრის და ქართველი მინისტრის უხერხული პაექრობა შეეწყვიტა. საქართველო მართლაც ტურფა და იშვიათი ქვეყანაა. ბრიტანეთმა ჩემი დის სახით დაამტკიცა, რომ იგი დიდ პატივს სცემდა საქართველოს ხალხს და მის კულტურას. ინგლისის ელჩის დამ მარჯორი სკოტ უორდროპმა ინგლისურად გადათარგმნა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. რაც უფრო ვეცნობი მე თქვენ სამშობლოს, მით უფრო მომწონს იგი. თქვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია, მაგრამ იგი უფრო კარგი იქნება დიდ ბრიტანეთს თუ გულწრფელად მიენდობა. დაახლოებით ასეთი აზრი გავატარე მე მთავრობის თავმჯდომარესთან ბატონ პრეზიდენტთან საუბრის დროს. უთხრა უორდროპს გენერალმა უორკერმა, მერმე ჟორდანიას მიუბრუნდა და შენიშნა. თავარია საქართველოს მთავრობა და ხალხი გვენდოს ჩვენ და დარწმუნდეს იმაში, რომ სადაც არ უნდა ჩნდებოდეს ინგლისის დროშა, იგი თავისუფლების, მშვიდობიანობისა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის ფრიალებს. ჟორდანია მაშინვე ამეტყველდა და ინგლისელ გენერალს და საგარეო საქმეთა მინისტრს ბოდიში მოხადა. აკი მოგახსენეთ და ახლაც გიმეორებთ, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობა, როგორც სახელმწიფოებრივი, აგრეთვე პუბლიცისტური, მიმართული იყო ინგლისის სასარგებლოდ. ჩემი სიმპათიები არ შეცვლილა არც ომის დროს და არც ახლა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, მისი მოღვაწეობა და შეხედულებანი, როგორც შეთანხმების სახელმწიფოთა გულწრფელი მომხრესი, არასოდეს არ ყოფილა დაფარული და ყველამ კარგად უწყის. რამიშვილმა ჟორდანიას სიტყვას კვერი დაჰკრა. ამ საკითხში არ შეიძლება არავითარი ეჭვის შეტანა, არამც და არამც. ამაზე მეტყველებენ პრეზიდენტის წიგნები. ევგენი გეგეჭკორი კი ყოველივე ამას სულგანაბული უსმენდა და მეტისმეტად სიამოვნებდა, რადგან მენშევიკების ბელადი ჩინებულ დახასიათებას აძლევდა თავის თავსა და მას. თუ საქართველო მართლა გულწრფელად მომხრე იქნება ინგლისისა, დიდად მოიგებს. განუცხადა ჟორდანიას, გეგეჭკორსა და რამიშვილს უორდროპმა. ჩვენ და მთელი საქართველო მთლიანად ინგლისთან მჭიდრო კავშირის გზით მივდივართ. მიუგო გეგეჭკორმა და ჟორდანიას შეხედა. ხომ არ გადავამლაშეო, მაგრამ
ჟორდანიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. წაქეზებულმა მინისტრმა ინგლისისა და საქართველოს კავშირისათვის დიდი რიხით სადღეგრძელო წარმოს თქვა. მერმე მოულოდნელად ინგლისის ელჩს ვაჭრობა დაუწყო. საქართველოს არ შეუძლია ძლიერი სახელმწიფოს დახმარების გარეშე გაიაროს ის ძნელი და სახიფათო გზა, რომელიც მას ამჟამად ბედმა არგუნა. ჩვენ დახმარებას ვითხოვთ ინგლისისაგან და გვინდა ვიცოდეთ, რას მოითხოვს იგი ჩვენგან სამაგიეროდ. თქვენ მდიდარი ქვეყანა ხართ, ჩვენ კი ღარიბი. ჩვენ ფინანსური დახმარება გვჭირდება. თქვენს ქვეყანაში ჩატარებული ნაციონალიზაციის გამო მეკავშირეთა კაპიტალს არ შეუძლია თქვენი დახმარება. შენიშნა ცუდი ინფორმაციით შეცდომაში შეყვანილმა გენერალმა უორკერმა. ჟორდანიამ მაშინვე განუმარტა. ნაციონალიზაცია არ ვრცელდება სამრეწველო და სავაჭრო წამოწყებებზე. ეს ჩვენი არ არის. ჩვენ არ აგვაქვს ამის მტკიცე რწმენა, ჩაურთო უორდროპმა. ჟორდანიამ მტკიცედ მიუგო. უნდა გქონდეთ. სხვანაირად საქართველო საბჭოების ქვეყანა იქნებოდა და არა დემოკრატიული რესპუბლიკა. მაშ რისთვის ვებრძვით ჩვენ ბოლშევიკებს? ინგლისელმა გენერალმა ბიჩმა დრო შეურჩია ჟორდანიას და საკითხი პირდაპირ დაუყენა. თუ თქვენ ინგლისთან კავშირის ნამდვილად მომხრე ხართ და ბოლშევიკებს ებრძვით, მაშინ რატომ არ შეიძლება შეუთანხმდეთ და მოელაპარაკოთ გენერალ დენიკინს? გენერალ დენიკინთან მოლაპარაკება ჩვენ ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ იგი პრეტენზიას აცხადებს ოდითგანვე საქართველოს ფარგლებში შემავალ მიწაწყალზე, სოჭზე, გაგრაზე და წარმოიდგინეთ, სოხუმზეც კი. თქვენ უთუოდ უნდა დაუთმოთ მას თუნდაც სოჭი, ურჩია გენერალმა და დასძინა. მაშინ მთელი ევროპა და ინგლისი დაიჯერებს, რომ თქვენი ქვეყანა მართლა ებრძვის ბოლშევიზმს. თუ თქვენ შეუთანხმდებით მოხალისეთა არმიას, ამით საშუალებას მისცემთ გენერალ დენიკინს მოხსნას დიდი ძალები შავი ზღვის ნაპირებიდან და გადაისროლოს იგი ჩრდილოეთში. მე გეუბნებით ამას როგორც მეომარი. სხვა არავითარი მოტივები არ მამოძრავებს. მინდა გავიგო, შეგიძლიათ თუ არა ინგლისს რაიმე სარგებლობა მოუტანოთ და მაშასადამე ჩვენც სამხედრო პირებს ბოლშევიკებთან ბრძოლაში. მე ვფიქრობ, ჩვენი რესპუბლიკა ყველა საშუალებით ებრძვის ბოლშევიკებს. უორდროპმა ქართველ მინისტრებს დაბნეულობაში ამჩნია და ისევ ჩაერია საუბარში. როგორც საქართველოს მეგობარი, მეც ამას გირჩევთ. გმადლობთ, მოწიწებით მიუგო ჟორდანიამ. ჩვენ დამი თქვენს კეთილგანწყობაში ადრევე დავწმუნდით და ახლაც დარწმუნებული ვართ, მაგრამ თუ ჩვენ ასეთ დათმობას და მსხვერპლს გავიღებთ, მაშინ იგი გაღებული უნდა იქნას დენიკინის მხრითაც. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩვენ კიდევ მოვილაპარაკებთ, ვფიქრობ ყოველივე სასურველად მოგვარდება. განაცხადა უორდროპმა და ამ საგანზე საუბარი უმალვე შესწყვიტა. რადგან ჟორდანიასთან და ინგლისელ გენერლებთან ჯერ იუსტიციის მინისტრი და ვექილი ესტატე მაყაშვილი მივიდნენ, მერმე კი ჟურნალისტები ერემო გოდებანიძე, გენადი ქადაგიშვილი და სხვანი. ჟორდანიამ უკმაყოფილების ნიშნად მხრები აიჩეჩა და გაიფიქრა. ინგლისელ ელჩთან და გენერლებთან საქვეყნო საქმეს ვაგვარებთ და ეს მეტიჩრები პირში რად გვეჩრებიან? უორდროპმა სუფრის ბოლოს ჩხეიძე შენიშნა. ჩხეიძე ლენინგრადელ მოხუც პროფესორ ერისთავს მადლობას უხდიდა
ქართულ უნივერსიტეტში მუშაობაზე თანხმობის განცხადებისა და ანტიკური ლიტერატურის კათედრის ჩაბარებისათვის. პროფესორს ცისფერი ბასრი თვალები ჰქონდა, ძაფრად გამოკვეთილი მოგრძო სახე და ინგლისელსა ჰგავდა. მთავრობის წევრებისა და ინგლისელი ელჩისა და გენერლების საუბრის დროს ჩხეიძე ადგილიდან არ ამდგარა. იქვე ირაკლი წერეთელი იჯდა. იგი მოსკოვის სამხატვრო თეატრის ცნობილ მსახიობ ქალს გერმანოვას ართობდა და უმასპინძლდებოდა. არც წერეთელს მიუღია მონაწილეობა ინგლისელ ელჩთან და გენერლებთან საუბარში. თითქოს ჩხეიძეს და წერეთელს სამშობლოს ბედიღბალი არ აინტერესებდათ და რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულ სამხატვრო თეატრის მსახიობებივით გასტროლიორები ყოფილიყვნენ. ახოვანი, მკერდგანიერი და ეშხიანი მსახიობი ქალი გერმანოვა ინაზებოდა და საბჭოთა რუსეთიდან გამოქცეულ წერეთელს დიდრონ შავ თვალებში ღიმილით შესცქეროდა. კარვის კუთხეში მდგარი ქალები შურით უცქერდნენ მას და მაშინვე ჭორი დაარხიეს. წერეთელს და გერმანოვას ერთმანეთი უყვართო. ეს ჭორი არ იყო საფუძველს მოკლებული. ყოველი სპექტაკლის შემდეგ წერეთელი გერმანოვას თაიგულს უგზავნიდა და ვახშმად პატიჟებდა. ძალიან მოსწონდა ამ ნიჭიერი მსახიობი ქალის თამაში, განსაკუთრებით ძმები კარამაზოვებში გრუშენკას როლის შესრულება. თქვენ გრუშენკას ჭეშმარიტი განსახიერება ხართ. ეუბნებოდა გერმანოვას მისი ნიჭითა და ეშხით მოჯადოებული წერეთელი გულითადი ხმით და ახლა თვითონვე ჰგავდა მაცდურ გრუშენკას ბადეში გახვეულ მორცხ, გამოუცდელ წირსა და უნებისყოფო ჭაბუკ ალიოშა კარამაზოვს. გრუშოვა გრძნობდა ამას და ისიც გრუშენკასაებრ ურცხვად ხარხარებდა.